მოგესალმებით. გამარჯობათ. შუადღემშვიდობისა, საღამომშვიდობისა, ვინც როდის მიყურებთ. მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ. იმედია კარგად ბრძანდებით. დღეს გვაქვს 31 იანვარი, რა სასწაულად სწრაფად გაგვირბინა ამ თვემ. ადრე ჩემი უფროსები, ჩემი მშობლები, ბებია, ბაბუ არ ვამბობდნენ ხოლმე, დრო მალე გადისო, ვერაფრით ვერ ხვდებოდი, რას გულისხმობდნენ და აი ახლა ხვდები ეს იანვარი თითქოს აი სამჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგე. რა გინდა ბიჭო, რა საფუჭუნებ? რა გინდა? გარეთ გინდა? გარეთ. არა, შენ ჯერ მანდა აივანზე უნდა იყო. ეგ არის შენი აივანი. მაშინ რიკულებში არ გაძურეს და არ გავარდეს ესეც სულელი. ჩემო კარგება, ხვალიდან უკვე თებერვალი გვაქვს და მე ყოველთვის მიხარია თებერვლის დადგომა. აი რაღაცა მეჩვენება რომ ხეში წყალი ჩადგა და რაღაც აი ჰაერზეც, მზეზეც, განათებაზეც დღე რო დაგრძელდა ვგრძნობ რომ გაზაფხულისკენ მივდივარ. ძალიან ფორიაკი დღე გქონდა გუშინ ტასიკომ კი არა და ბუბუმ როგორ მოახერხა აი საერთოდ აი წარმოუდგენელი რაღაცა გააკეთა. მოკლედ აღარ გავაგრძელებ, დაითრია ნაძვისხის სათამაშო, რომელიც ტეხვადია, ეს პლასმასები კი არა, მეტალს ნაძვზე სუისინი უნეკი და პლასმასები ყველასთვის უსაფრთხო. და ესე კარგად მქონდა შენახული შუშის და აი მაინც და მაინც ის როგორღაც მოახერხა და პირში ჩაიმტვრია, აი ჩაიდო პირში და მოუჭირა და ჩატეხა. აი რა გქონდა ოჯახში ვერ გეტყვით, სამი კაცი ვეჯიკავებოდით. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ ორად გატყდა ეს ბურთი, არ ჩაიფშნა, კარგად შეუმოწმეთ ეს პირი ღრძილები ენის ქვეშ, აი ყველაფერი ერთადერთი აი ემაზე გაჩეჩილი წვერები რო აქვს სახეზე, აი იმაზე ქონდა ერთი პეტრა ნატეხი მიწაკაკული და მე მგონი გადავრჩით. ხო და იმდენი ვიტირე გუშინ მე მეგონა რომ მესა რა თქმა უნდა ახლა მეშინოდა რომ გადაყლაპული ქონდა რაღაცა პირი ქონდა გაჭრილი და მე ყველაფერმა რომ გადაიარა დავჯექი და ვიტირე ვიფიქრე და ეხლაც ვფიქრობ რომ ეთყობა ცუდი პატრონი ვარ ძაღლისთვის თქვა. როგორ შეიძლება ყველაფერს ვმალავდა და მაინც პოულობდეს, ესე კი კარგად არ ვმალავს თქო და აი ძალიან ვინებდი. მზეზე ვარ ახლა ჩემო კარგებო, თმას შეგნებულად არ ვიღებავ, იმიტომ რომ თმის ნიღბებს ვიკეთებ ყოველ დღე. ხანრისას, დაფნის ნახარში, ხახვის ნახარში, როზმარინის ნახარში, აბუსალათინის ზეთი, ნიორის წავის ვერთხელ და ხო და აი ეს ეხა სარეკეთრო. პედრე მაგიდა გამოვიტანე აივანზე. ხო და დაგვილია, დასუფთავებულია, გამოვიტანე და უფრო რო დათბება სკამებსაც გამოვიტანე. კომენტარებში წერდით რომ ფრანგულ ინსტიტუტში მუშაობდიო, ყოჩა. და ფრანგული ინსტიტუტიო გადავიდაო სიონთანო. არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი. ეგ ფრანგული ინსტიტუტის შენობა იყო ადრე გერმანელების. აი თბილისელი გერმანელები რომ იყვნენ სტალინის დროს რომ გადაასახლეს და მე უკან რომ დაბრუნდა, ვინც დაბრუნდა და ახლა უკვე გერმანიაში რომ ბრუნდებიან. ბებია ჩემი ალისა მაიერი რო იყო. ალისა მისი რა ქვია. აი მაიერების ოჯახი ცხოვრობდა სწორედ მანდ, მე ისინი რა თქმა უნდა შეავიწროვეს, ისქნეს, ესქნეს და მაგ ეზოშივე ცხოვრობდნენ ბებია ჩემი და ბებია ჩემის დები. ბებია ჩემის ქვიშხეთელმა მამამ ნესტორ კიკნაძემ ბიჭებს უყიდა სოკორომარის თამარ მეფეზე აი ბარაკებში ოთახი. შემდგომში კორპუსი აშენდა და ჩემმა ბიძაშვილიშვილებმა ბინა მიიღეს და გოგოებს უყიდა ერთი ოთახი შუშაბანდით, აი სწორედ მაგ ეზოში. წინა ფასადი ყოფილა მაიერების, ეზოს მხარეს ის ერთი ოთახი და შუშაბანდი პირველ სართულზე ყოფილა ბებია ჩემის და ბებია ჩემის დების. სუცხრაშვილი ყავდა და ის არა ქვია, ნაწილი გოგოები, ნაწილი ბიჭები და ბიჭებს სალკე უყიდა და გოგოებს სალკე უყიდა და მე გაფართოვდნენ მე იმავე ეზოში, აი ეს ჩემი ალისა მაიერი შეირთო ბიძაჩემმა, დებთან ხომ მოდიოდა ხოლმე სტუმრად. შეირთო ცოლად ბიძაჩემმა სხვათა შორის 20 წლით უმცროსი. მას ახსოვდა თავისი ცოლის დაბადება, როგორ აღნიშნა ცოლის მამასთან ერთად, ახალგაზრდა 20 წლის ხმაძვილი იყო და ეზოში ამ გერმანელებმა თავისი გაკეთებული რაღაცა
ალკოჰოლური სასმელი გამოიტანეს თურმე და აღნიშნეს პატარა ალისას დაბადება და 20 წელიწადში აიღო და დაქორწინდა ბატონი ვიქტორი ქალბატონ ალისაზე. მშვენიერი ცოლ-ქმარი იყო სხვათა შორის 20 წლიანი სხვაობით, თუმცა ძალიან ბევრი გაჭირება გამოიარეს ამ გადასახლებებით, იმეებით, ამებით, ასე რომ ჩემი ოჯახი აი ყოველ მხრივ რეპრესირებული იყო იმ პერიოდში, მამაჩემის მხრიდან, დედაჩემის მხრიდან, რა ვიცი მე, ყოველ მხრიდან. ეს საბჭო ბოლშევიკური რეპრესიები ძალიან უხეშად შეეხო ჩემ ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დაუშავებიათ, აი მართლა არაფერი დაუშავებიათ. და მერე უკვე ბებიაჩემის დის შვილი მეორე სართულის მაცხოვრებელს გაყვა ცოლად, სულ პატარა გათხოვდა. მერე იმას რომ შვილი შეეძინა ბიჭი, იმას შეუყვარდა პირველი სართულის მაცხოვრებლის და პირველი სართულის მაცხოვრებელი რძალი იყო და იმ რძალთან მოდიოდა ხოლმე და ანუ ესეთი ჯაყვეული ეზოა რა და ბოლოს საბოლოო ჯამში შეიძინა აჩიბანკმა, ის აჩიბანკი 90-იანების დასაწყისში გააკოტრდა, ხალხს ფული წაართვა, ვერაფერი დაიბრუნა. ხო და აი ზუსტად მაგ პერიოდში მერე აი ამ ჩემმა ნათესავებმა, ვინც მანდ იყვნენ დარჩენილები პირველ სართულზე, მეორე სართულზე, აჩიბანკმა შეიზღიდა ეს ბინები, თანხები მისცა და ყველა თავ-თავის გზაზე წავიდა და თავ-თავისთვის ბინები შეიძინეს. მე რო შვილი შემეძინა და ფრანგულის სწავლა რო დაიწყო, მე იმ პერიოდში ნამდვილად არ მქონდა იმის საშუალება, რომ ფრანგულ ინსტიტუტში ევლოთ ასიკოს, დადიოდა პიონერთა სასახლეში და როცა უკვე საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ სერტიფიკატის გამოცდები დაეძლია ფრანგულ ინსტიტუტში, უკვე მისი მასწავლებელი ზედმეტ გაკვეთილებსაც უნიშნავდა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მისი, თუ მიყურებს საბუმას გამარჯობათ. ტასოს მასწავლებელი და ძალიან კარგი მეგობარი ტასოსთვისაც და ჩემთვისაც. დამატებით გაკვეთილს უნიშნავდა ხოლმე და კონკრეტულად ფრანგული ინსტიტუტის სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობდნენ ხოლმე, ძალიან ბევრს მუშაობდა ტასიკო მართლაც. ისე ტოსტონოგოვის ქუჩაზე იქვე დავით აღმაშენებელზეა, კათარზისის უკან არის არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, იქიდან მომქონდა ხოლმე ეს ფრანგული სახელმძღვანელოების მთელი კომპლექტი, ვაქსეროქსებდი ხოლმე და მე მთელი წელი სწავლობდა და მე აბარებდა. პირველ გამოცდაზე რო შევიდა, მე მგონი მანამდე ტასიკოს გამოცდა არც ქონია და ეს მისთვის იყო ძალიან სამაღელვებელი და სანერვიულო. ტასუკი ხო არ დავწვიდე? გადარჩა? სულ დამავიწყდა ტაფით და ნილცეწყზე დავგითხილი და დამავიწყდა. ეხლა ტასიკომ დრო დაიწყო მოორევა და ხახახუხი ტაფაზე. მერე გამახსენდა რომ შეიძლება დაიწვა თქო გადარჩენილა. ხო და მოკლედ და სანერვიულო იყო ორმაგად, იმიტომ რომ ბავშვს რო ჩავკიდე ხელი და დილით რო გავედი, просто სანამ გავიდოდი, მანამდე ტელევიზორი უკვე არ მქონდა, ინტერნეტში ვნახეთო, რადიოში მოვისმინე, არ ვიცი როგორ მოხდა ეგ ამბავი, მე მგონი უკვე აღარ მქონდა ტელევიზორი მაგ დროს. თქვენს რომ გამოაცხადეს, რომ წინა ღამეს დაიტყორა და მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, დინარე ვერე რომ ადიდდა და ჩამოინგრა, გადაინგრა და დაიტყორა და მსხვერპლი იყო და მოკლედ რაღაც მოუნელებელი საშინელება რომ მოხდა ქალაქში. მე მაინც მოვკიდე ბავშვთელი, ჩავედით აღმაშენებელზე, აი იქ სადაც ადრე იყო და მე არც ვიცოდი, მე ახლაც იქ მეგონა და გვითხრეს რომ იცით, აი გლოვის დღეც კი ცხადდება და დღეს გამოცდა არ ჩატარდება. იქ რამდენიმე ქალბატონმა ძალიან დიდი პრეტენზია გამოთქვა და ეს გეგონება ფრანგული სკოლის მესვეურების ბრალი იყო, რომ ესეთი ტრაგედია მოხდა და რომ გადაიდო, აბა გამოცდა ჩაგვებარებინა, რაღაცა ძალიან უხერხული იყო, ძალიან საშინელება იყო, ზოგი მოვიდა, ზოგი ვერ მოვიდა ამ ტრაგედიის გამო, გზა იყო გადაკეტილი, რაღაცა იყო და მოკლედ არ შეიძლება მაგ დროს ესეთი გამოცდების ჩატარება და დავბრუნდით შინ. შინ რო დავბრუნდით, მეორე დღეს დავრეკე და გამოცდა ისევ დაინიშნა. ანუ ერთხელ ინერვიულად ბავშვმა ჩავიყვანა და მერე მეორედ ჩავიყვანა კიდევ, ანუ ძალიან ნერვიულობდა. და
მე რა თქმა უნდა ვუყვებოდი რომ დედიკო ნუ გეშინია იქ აი ჩათვალე რომ ჩემი ბებოები შენ გელოდებიანი ნუ გეშინია ეს ჩემი ბებოების ეს არის ბინა ოთახები და ბოლოს რო შეიყვანეს საგამოცდო ოთახში საგამოცდო ოთახებს სახელად ერქვა ჯუმა კი არა ეს არაფია დარტანიანი ერქვა ათოსი პორტოსი მე მგონი ესე იყო სამი მუშკეტერის პერსონაჟების სახელები ერქვა მე როგორც მახსოვს და რო ამიხსნა სად შევიდა სად შეუხვია და რო გადმოიხედა რას ხედავდა ბებია ჩემის დიშვილის საძინებელში იყო აი ეს არის რაღაცა საოცრება და ესე აიღო სერტიფიკატები დასიკომ ფრანგულ ინსტიტუტში და იმას მოვაყოლე რომ არ ვიცოდი ნამდვილად რომ გადავიდნენ ეხლა რა ხდება რაღაცა სასტუმრო იყო ნაწილში იყო სასტუმრო აი მაგ ეზოში მაქვს გატარებული ნახევარი ბავშვობა დიდი სიამოვნებით თანაც იქ ვიკრიბებოდით ხოლმე იცით ნათესავები იყვნენ იქ ეზოს ბავშვები იყვნენ სხვათა შორის ჩემ ბიძაშვილებს მე აი ახლა ჩემზე უფროსები არიან და იმ ეზოს ბავშვებთან მეგობრობა აკავშირებთ და იქ ბევრი ქურთი მეზობელი ყავდა ძალიან კარგები იქაური მეზობლები მე ქვიშხეთში ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან დასასვენებლად იქ იმართებოდა დიდი ქორწილები დიდი ქურთების ესეთი ხმაურიანი და სამდღიანი ქორწილები სადაც აი ესე ცეკვავდნენ ისე კარგად მახსოვს მათი ნაციონალური ჩასაცმელი და მათი ნაციონალური მუსიკა და კარგი მოგონებები მაკავშირებს მან მიუხედავად იმისა რომ ბებია ჩემი გათხოვების შემდეგ მან უკვე აღარ ცხოვრობდა ძალიან ხშირად ნახალოკაში ცხოვრობდა საკუთარ სახლში ძალიან ხშირად ჩადიოდა ხოლმე თავის დიშვილთან თითქმის ტოლები იყვნენ ძალიან პატარა იყო სხვაობა ბებია ჩემსა და მის დიშვილს შორის და ძალიან კარგად მეგობრობდნენ და სულ ერთად დადიოდნენ ძალიან საყვარლები იყვნენ ძალიან სასაცილოები მე ხანდახან ტოვებდნენ ხოლმე აი დედაჩემი მაგალითად გაფრინდებოდა ტალინში მოსკოვში მამაჩემთან ერთად ხანდახან და მე ტოვებდნენ ხოლმე ბებიებთან მაგეზოში და ძალიან კარგად მახსოვს და იმის შემდეგ მით უმეტეს რომ მან ჩემი ნათლიად ცხოვრობს ძალიან მიყვარს ეს უბანი თუმცა ძალიან ცხელა ვერ ვარ საშინლად ცხელა ზაფხულში აი წარმოუდგენლად ჩემი ნათლიას უცით რას იძახის ხოლმე ღამე რო იძინებს ესა ეხლა მტკვრის პირას ჩამატანინა ლეჟანკა და იქ წამომაწვინა სიგრილეში და მე სულ ვეჩხუბები კარგი კაცო ან ბაკურიანი ინატრე ან ის ინატრე გაგრა ინატრე და გაგრა უყვარს დედაჩემს და ჩემ ნათლიას გაგრა მაგათი ის არის ყველაფერი და ვითომ დავებრუნეთ გაგრა და გაგრაში გძინავს სიგრილეში თქო ვეუნები მტკვრის პირას ლეჟანკაზე რაღა გინდა თქო და აი ესეთი კავშირი მაქვს ფრანგულ ინსტიტუტთან მიყვარს ძალიან მადლიერი ვარ იმიტომ რომ ჩემ შვილს მისცა თავდაჯერებულობა ჩემ შვილისთვის იყო სტიმული უფრო კარგად ესწავლა რაღაცა ჩარჩოში იყო მიუხედავად იმისა რომ ერთი თეთრი იმ ფრანგულ ინსტიტუტში მე არ გადამიხდია სწავლის იქ ვიხდიდი მხოლოდ საგამოცდოს და იქ არაფერი უსწავლია ეს ფრანგული ინსტიტუტის არსებობა და მისი მონიჭებული ოფიციალური სერტიფიკატები ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემი შვილისთვის რომელიც მოგეხსენებათ იყო ჰომსკულერი და სახლში სწავლობდა და ეს მისი ინტერესის ერთ-ერთი სფერო იყო და ახლა ძალიან კარგად ადგება ეს ფრანგული ენა რაც უფრო მეტი ენა იცი მით უკეთესია ერთადერთი რასაც შევცვლიდით თქო ვიძახი აუცილებლად წავიდოდი სტუდენტობის დროს ემიგრაციაში თუნდაც ოპერმეთხენად ანუ ბეიბისითერად ბავშვის მომვლელად გერმანიაში და მე რამენაერად დავრჩებოდი იქ რაღაცა ენას ვისწავლიდი იქაც სერტიფიკატს ავიღებდი გოეთეს ინსტიტუტი გვაქვს მოგეხსენებათ და აუცილებლად წავიდოდი და ვეცდებოდი დავრჩენილიყავი გერმანიაში ყველა გზით ხა გერმანიაში იმიტომ რომ იქ უფასო სწავლა შესაძლებელია და ძალიან ბევრი ის არის რა ქვია შეღავათია სტუდენტური და მეორე რასაც გამოვასწორებდი აი უკვე რომ დამაბრუნა რამდენიმე ენას ვისწავლედი კიდევ აუცილებლად აი რაღაცა რა ტყუილა დავკარგე დრო თქო ვიძახი რატო კიდევ ენები არ ვისწავლეთ ასე რომ მე მადლიერი ვარ ფრანგული ინსტიტუტის და ძალიან გამეხარდა რომ შემეხმიანეთ მე ვმუშაობდი ფრანგულში ძალიან კარგი შეიძლება შევხვედრივართ კიდევაც
კიდევ ერთი კითხვა იყო. კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი ენდოკრინოლოგითან? ძალიან კმაყოფილი ვარ. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ეს ამბავი მოყოლილი მაქვს და მოდით ახლა მოკლედ გეტყვით. რამდენიმე ენდოკრინოლოგი მირჩიეს, თუმცა ჩემთვის მოსახერხებელი იყო ტერიტორიულად ოპერის უკან ევექსის კლინიკა. რო გადავხედე ევექსის კლინიკის საიტზე თანამშრომლებს, ენდოკრინოლოგებს, სპეციალისტებს, ყველაზე ახალგაზრდა ავირჩი. აი პირდაპირ უთხარი ტასიკოს, რომ დედი გეხვეწები დამიჯავშნე ყველაზე ახალგაზრდა მეთქი, იმიტომ რომ ჩემი მოკლე ჭკუით, ეხლა ყველას ჩვენი მოსაზრება გვაქვს, ხო? ახალგაზრდა უფრო სანდოა, უფრო მეტი ენა იცის, უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებს ინტერნეტში, უფრო მეტ მოგზაურობს, უფრო მეტ სტატიას კითხულობს იმენებზე, რომელიც იცის და შესაბამისად უფრო მომზადებული ახალი პრეპარატების შეარი გათვითცნობიერებული ახალ მკურნალობის მეთოდებში და ნახე საიტზე ძალიან სიმპათიური, ძალიან ახალგაზრდა გოგო ნია ჩეჩელაშვილი, რომელსაც გაუმეორდები და ვიტყვი. ერთნაირად ლამაზი, ერთნაირად კარგი სპეციალისტი და ერთნაირად არაჩვეულებრივი ადამიანია. პირველად რომ მივედი და ეს წამლები რომ დამინიშნა, სანამ ნევროპათოლოგთან მივიდოდი ვიზიტით, გრიპი დამემართა და კინაღა მოუხდი, აი ჩვეულებრივად სიკვდილის ზღვარზე ვიდექი, ესეთი დაზუსტებული ვიტამინების ნაკლებობა, ნანერვიულები, რაღაცა დეპრესიული ფონი, რაღაცა საშინელება დასუსტებული და პლუს ეს არანორმალური წარმოუდგენელი გრიპი, რომელიც ვერა და ვერ მოვიშორე. ყველა სიმპტომი რომ მომშორდა, ისეთი უსუსურობა მქონდა, რომ ძლივს მივდიოდი საფერფარეშომდე. დაბანაზე აღარ ვლაპარაკობ, ელემენტარულ ჰიგიენასაც ვერ ვახერხებდი ჩემი თავისთვის და აი ამ პერიოდში რამდენჯერ დავრეკე, ხალხო ვერ გეტყვით ნიასთან. და რამდენჯერაც დავრეკე, იმდენჯერ ხაზგასმით მეუბნებოდა, რამდენჯერაც გინდათ დარეკეთ. რამდენჯერაც გინდათ მომწერეთ. ღამე იქნება, კვირა იქნება, შუადღე იქნება. თუ ვერ გიპასუხეთ, ესე იგი პაციენტი მყავსო და მე თავად გადმოგირეკავდა და მართლა მირეკავდა. ალბათ კვირაში 5 ჯერ მაინც ვრეკავდი და არ დაზარებია არც ერთხელ კონსულტაცია, რჩევა, რაღაცა დამატებით წამალი, არ ეზარება ამ გოგოს დამატებით დარჩეს კიდე 9 საათი, თუ ვერ ვეწერები და არა, სულ დაკავებული აქვს გრაფიკი. და მეტყვის, რომ აი 6-ზე ვამთავრებ მუშაობას, მაგრამ თქვენ მოგბრძანთ 7:30-ზე და შემოგიყვანთ. და აი ყველანაირ შეღავაც გიკეთებს, აი იქნებ დაგიფინანსონ, იქნებ ესა, იქნებ ისა. ძალიან დადებითი ადამიანია და როგორც სპეციალისტი ძალიან კარგია ფაქტის სახეზეა, რომ მე მაქვს გაუმჯობესებული მდგომარეობა ასკარად. არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, შარშან ამ დროს მე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. მართლა ვერ ვდგებოდი, სიტყვის მასალად არ ვამბობ, მიჭირდა თქვენ. მართლა მიჭირდა. და ჩემი შვილი მუშაობდა, დილით სამსახურიდან გადიოდა და სამსახურიდან რომ მოდიოდა, სამსახურიდან კი არა, სამსახურში მიდიოდა და სამსახურიდან რომ მოდიოდა, ერთი სურვილი მქონდა, რომ აი რაღაცა საკვები დავახვედრო, აი სულ ელემენტარული. აი მაკარონი მომხარშო, კარტოფილი გაუწქნა, აი სულ ელემენტარული მომახერხებინე ღმერთო და აი თავბრუსხვევაში და ესე ტირილში და ხელების კანკავში ვაკეთებდი ამ ყველაფერს და ვწვებოდი და ვცდილობდი რომ მე ბავშვისთვის თავს არ მომეხვია ეს საშინელება და საერთოდ მთელი ოჯახისთვის და მადლობა მათ რომ ესე გვერდში დამედგნენ ყველანაირად. ასე რომ კარგი სპეციალისტია ევექსის კლინიკა ოპერის უკან, ეს არის ლაღიძის ქუჩა ნომერი 8, ნია ჩეჩელაშვილი და დიდი სიამოვნებით რომ ვიმეგობრებდი და აი ჩემი გემოვნების ადამიანი როა და როგორც სპეციალისტსაც არ ვემდური, პირიქით ძალიან მადლიერი ვარ. ეს არის ნევროპათოლოგი ნანი მანაგაც. ისიც თუ გაინტერესებთ ამ ყველაფერს უნდა ოჯახის ექიმის მიმართვა და ძალიან მადლიერი ვარ, ასევე ოჯახის ექიმი მარიკა ბეიტრიშვილი მყავს. და ახლა ევექსის კლინიკაში მართლაც კარგი ანალიზები კეთდება. მე გადამიმოწმებია გერმანიაში, გადამოწმებული მაქვს ქარელის გორმეთში, გორის გორმეთში, ეს ჩემი ანალიზები არა, მამაჩემისას გულისხმობ, ასე რომ ანალიზები თუ არ ვწდები მეგალაბში აკეთებენ ეგენი, ევექს მეგალაბში მიაქვს.
ზუსტად არ ვიცი, მოკლედ AVEX-ის ანალიზებს ვენდობი. აი ეს არის ჩემი რჩევა თქვენდამი, მე მაგალითად 100 ქულას უწევს სამივე ექიმს. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, იცით, ეს სამივე TBC არა, იმედი ელის დაზღვევის ექიმები არიან და მინდა აღვნიშნო, რომ იმედი ელს აშკარად უკეთესი სპეციალისტები ყავს. მე თქვენ გითხარით, რომ იმედი ელმა გამოკითხვაში მიმაღებინა მონაწილეობა ახალ წლამდე. როგორც მომხმარებელს მკითხეს, აი რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა შეცვლიდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩართვა გქონდა ესეთი სამ იმედიელის მომხმარებელს, სპეციალისტთან და ამის შემდეგ გავიდა თითქმის ერთი თვე და მომწერეს, რომ იმედი ელს თქვენთვის აქვს ნივთიერი საჩუქარიო. ძალიან გავიგვირდა, სად ცხოვრობთო, ხო ჩვენ ვთქვათ, დაბა აგარაში ვცხოვრობთ, მისამართი მივეცით და როდის იყო, აღარ მახსოვს, 17 რიცხვში მე მგონი დილით. მოვიდა კურიერი და მომიტანა ძალიან ლამაზი ჩანთა. სასაჩუქრე ჩანთა, რომელშიც იდო სასაჩუქრე შეფუთვა ჩაი გურიელი, შავი ჩაი და ძალიან ლამაზი საახალწლო ჭიქა, სუპერის ჭიქა, მაღაზია სუპერის ჭიქა. ესეთი მე არ მქონდა, მე თქვენ იცით, რომ ძალიან მიყვარს საახალწლო თემატიკით ჭურჭელი და ტექსტილი, მაკნატუნა ახატია. მაკნატუნა ეს ლამაზი ლურჯი ჭიქაა, ძალიან თბილი საყვარელი და საახალწლო და ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე რომ საჩუქარი გამიკეთა იმედი ელმა. არც ვიცოდი ეგეთი რამე თუ ხდებოდა. ჩემო კარგებო. ყუთს დავანებებ თავს აი ესეთ ყუთში იდო. აი ესეთი ლამაზი ყუთით მომიტანეს, ესეთი ლამაზი ვარდისფრად შეღებილი, შებანტული, ჩაიგურიელი შავი. ის რა კარგი სურნელია. ხო და ჯერ არც გამისინჯა. ამაში ჩაის ჩავყრეხ. და აი ლამაზი სუპერის მაკნატუნიანი ძალიან ლამაზი ჭიქა. მე არ ვიცი უკავშირი როგორ უნდა განვახორციელო იმედი ელთან. სად უნდა დავრეკო და სად უნდა მივწერო და მადლობა როგორ გადავხატო, ამიტომ აქ ვუხდი ძალიან დიდ მადლობას სადაზღვევო კომპანია იმედი ელს, რომელიც მე მართლა ძალიან კარგად მადგება ჯანმრთელობის დაზღვევაში. და თუ კი რომელიმე თანამშრომელი მიყურებთ, იცოდეთ რომ ამ კომპანიის ძალიან მადლობელი ვარ. ავიღოთ ახლა ერთი ფინჩხი. ეს ჩვენი გურიელის ჩაი. იმედია ჩაი გამომიგზავნა იმედიელმა და სხვა არაფერი. დავაფაროთ არომატი არსად გაგვექცეს. და დავასხოთ წყალი. მე როგორც ყავის იშვიათი მომხმარებელი ჩაის უფრო ვეტანები. აბა დადგეს და გავსინჯოთ როგორია. ფერი გამოუშვა ჩაი. მე ცოტა ჩავყარე და მუქი არ არის. და იცით რა მომეწონა? წყალი რო დავასხესდი, მღვრიე წყალი რო გავახომე. აშკარად საღებავიანი რო ახომე. ასე არ იყო, ეს მხოლოდ ფოთოლია აშკარად. სასიამოვნო სურნელი აქვს. ხო გიგრძნია თხანდახან თევზის სუნისკენ რომ მიაქ იმას. ჩაის. არ არის ეგრე, ჩვენიერია. თან მოხალულ თხილს ვატან, აი ესეთი მშვიდი და წყნარი ღამე მაქვს მოწყობილი. რადგან ვარჯიში დავიწყე და ჭამას ცოტა მოუკელი. მინდა რომ ერთსა და იმავე დროს დავიძინო ხოლმე. რაღაცა ეს მოვიწესრიგო. ეს ყველაფერი რომ მოვიწესრიგო, ცოტა უფრო ადრე უნდა დავიწყო. მიმშვიდება და ღამის 12 საათზე ხეხვა-რეცხვა არ უნდა ავტეხო. ამ დროს უკვე უნდა ვისვენებ და წნარად და მშვიდად. ხო და იქნებ მე ერთსა და იმავე დროს დავიძინო ხოლმე დამშვიდებულ გულზე.
ახლა დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ, თავს გაუფრთხილდით, აბა მოჩახა.